კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა თუ ორივე ერთად. მეცნიერები რატომ ცდილობენ დაამკვიდრონ სულ უფრო მეტად ტერმინი კლიმატის ცვლილება და მათი ლექსიკონიდან ამოიღონ ტერმინი გლობალური დათბობა. კლიმატის ცვლილება უფრო მეტია ვიდრე გლობალური დათბობა. ასევე ძალიან დამკვიდრებული ტერმინი არის კლიმატის კრიზისი. კრიზისი დედამიწაზე. კრიტიკულად არის გაზრდილი რაოდენობა იმ ექსტრემალური ამინდის მოვლენების, რომლებიც საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას, ისე მის მენტალურ ჯანმრთელობას. ბოლო 200 წელია ეს პირდაპირ დაკავშირებული არის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდასთან. რამდენად სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ პროცესმა არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი. 2 გრადუსსაც თუ გადააჭარბებს დედამიწის ტემპერატურა, საშუალო ტემპერატურა უკვე გადავწდებით იმ ნიშნულს, რაც გახდება შეუქცევადი. აი სად ვიქნებით მაგალითად 50 წელში ან 100 წელში. რა შეიძლება მოხდეს? თუ გაგრძელდება იმ ტემპებით, როგორი ტემპითაც ახლა მიმდინარეობს კლიმატის ცვლილება, უბრალოდ შეუძლებელი გახდება დედამიწაზე სიცოცხლე. ეს არის ჩვენი შვილების და შვილიშვილების პერსპექტივა, ხო, რეალურად. უპერსპექტივობის პერსპექტივა. რა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს თუ გლობალურ საზოგადოებას გააკეთოს იმისათვის, რომ ეს პროცესი შეფერხდეს, შენელდეს და რაღაცნაირად კონტროლ ქვეშ მოექცეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდნენ ახალი ლიდერები, რომელსაც მეტი, ასე ვთქვათ, შეგინება და ცნობიერება აქვთ ამ გარემოსდაცვითი მიმართულებით. კლიმატური ცვლილებები სოფლიოდან საქართველომდე და პირიქით. საქართველოც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში. თოვლის მასებიც ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, მცირდება საქართველოში. ნახეთ, მდგრადი განვითარების მიზნების ანალიტიკოსი სოფიკო ბაბალაშვილი სტუმრად სანდრო ჩხიკვიშვილთან ტელეკომპანია პულსისა და გაეროს ასოციაციის ერთობლივ მედია პროექტში ჯანმრთელობის დღიურები.